გამარჯობა მეგობრებო. ახალი იერარქია PSG-ში, რონალდუს მძიმე მარცხი, მესის შოუ და სკანდალური განცხადებები. ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ხოლო თუ ფეხბურთი გიყვარს, გამოიწერი არხი, რადგან მე ყოველთვის ახალ და საინტერესო ინფორმაციებს მოგაწვდი. მადლობა თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. PSG-ს შეტევის გარშემო საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო თემა გამოჩნდა, რომელიც კვარაცხელიას მდგომარეობასაც კარგად აჩვენებს. უცხოურ მედიაში ბოლო დღეებში აქტიურად წერენ ბრედლი ბარკოლას მომავალზე. ფრანგი გარემარბი PSG-ში რჩება თუ ინგლისში წავა, ეს უკვე ერთ-ერთი საინტერესო სატრანსფერო ხაზია. გოლის ინფორმაციით, ბარკოლას მიმართ ინტერესი ლივერპულსაც აქვს და არსენალსაც. ინგლისური გრანდების სიტუაციას აკვირდებიან, რადგან PSG-ში შეტევითი ხაზი ძალიან გადაიტვირთა და ბარკოლას სტატუსი ისეთი მყარი აღარ ჩანს როგორც ადრე. აქ კი მთავარი კითხვა ჩნდება, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ბარკოლას წასვლის სურვილი კლუბიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროექტი აქვს? პასუხი PSG-ს ახალი იერარქიაშია. პარიზში დღეშეტევის მთავარი სახეები არიან უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე. ამ სამეულმა ლუის ენრიკეს სისტემაში ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ბარკოლა მიუხედავად საკუთარი ხარისხისა, უკვე გარანტირებული ლიდერი აღარ არის. ეს კი განსაკუთრებით საინტერესოა კვარაცხელიას კონტექსტში. უცხოურ პრესაში წერენ, რომ თუ PSG იან დიომანდეს დამატებასაც მოახერხებს, შეტევაში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში ბარკოლასთვის სიტუაცია უფრო რთული გახდება. ახლა კი ყველაზე საინტერესო იქნება თუ რას გადაწყვეტს PSG. ბარკოლას შესაძლო წასვლა საბოლოოდ შეიძლება არ შედგეს. PSG მის შეიძლება დაიტოვოს, რადგან გრძელი სეზონისთვის ასეთი ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ახლა ლუის ენრიკეს მთავარი ამოცანა იქნება თუ როგორ გადაანაწილოს სათამაშო დრო ისე რომ დემბელე, კვარა, დუე, ბარკოლა და სხვა შემტევები ერთ სისტემაში ეფექტურად გამოიყენოს. თუ ბარკოლა დარჩება, კონკურენცია კიდევ უფრო საინტერესო გახდება. ხოლო თუ წავა, ეს იქნება სიგნალი, რომ PSG შეტევაში ახალი იერარქია საბოლოოდ აყალიბებს. როგორც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, ჩაკვეტაძე უდინეზეში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ახლა კი ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას სერიაში გააგრძელებს და უდინეზესთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ჩაკვეტაძის ტრანსფერს კი იტალიური მედია უკვე აქტიურად ეხმაურება და საინტერესო შეფასება გააკეთა გოლ იტალიამაც. გამოცემა წერს, რომ ჩაკვეტაძე მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. შემტევ ნახევარმცველად, თავდამსხმელის უკან, ფლანგზე და საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ნახევარდაცვაშიც. ანუ უდინეზესთვის ჩაკვეტაძე მხოლოდ ერთი კონკრეტული პოზიციის მოთამაშე არ არის. კოსტალუნიაიჩს მისი გამოყენება სხვადასხვა როლში შეეძლება. ასევე ეს გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო მაინც უნდა მიიღოს. მთავარი ისაა, რომ ახალ დონეზე სტაბილურად ითამაშოს, დობა მოიპოვოს და დაამტკიცოს, რომ ჩემპიონშიპზე ბევრად მეტი შეუძლია. რაც შეეხება უდინეზეს, მათ გასული სეზონის სერიაში მე-10 ადგილზე დაასრულეს. ახლა კი ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული. თუ შანსს მიიღებს და სწორად გამოიყენებს, ეს ტრანსფერი შეიძლება მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოbrunება გახდეს. კომენტარებში კი დაწერეთ, როგორ ფიქრობთ ჩაკვეტაძე უდინეზეში ძირითადისთვის იბრძოლებს, თუ პირველ სეზონში უფრო როტაციის ფეხბურთელი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ ფინალში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი გაიმართა. მესის არგენტინა მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს დაუპირისპირდა და ალბი სელესტემ ბეწვის ხიძე გაიარა. 78 წუთამდე არგენტინა 0-2 აგებდა და თითქოს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტურნირიდან სენსაციურად ვარდებოდა. ეგვიპტე ძალიან ახლოს იყო ისტორიულ გამარჯვებასთან, მაგრამ სწორედ ასეთ მომენტში გამოჩნდა ისევ ლიონელ მესი. მან 79 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და კრისტიან რომერომ ანგარიში შეამცირა. ხოლო რამდენიმე წუთში, კერძოდ 93 წუთზე, ლეომ უკვე თავად გაიტანა და თამაში გაათანაბრა. საბოლოოდ დარტყმან კი დამატებულ დროში ენცო ფერნანდესმა მიაყენა. 93 წუთზე არგენტინამ მესამე გოლი გაიტანა და მეოთხედფინალში საოცარი კამბექით გავიდა. ამ მატჩმა მესის ისტორიული რეკორდიც მოუტანა. არგენტინელთა კაპიტანი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ზედის 6 მატჩში გაიტანა. მიმდინარე მუნდიალის პირველ 5 მატჩში კი მას უკვე 8 გოლი აქვს. მაგრამ თამაშის შემდეგ მთავარი თემა მხოლოდ მესის კამბექი აღარ ყოფილა. ეგვიპტის ბანაკიდან ძალიან მძიმე და სკანდალური ბრალდებები წამოვიდა. ეგვიპტის თავკაცმა ჰოსამ ჰასანმა თქვა, რომ მისი გუნდი უკეთესი იყო და პირდაპირ მიანიშნა, თითქოს FIFA სურს, რომ მესი ტურნირზე მარკეტინგული მიზეზებით დარჩეს. ჰასანმა კი პრესკონფერენციაზე კიდევ უფრო მკაცრად ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით ეს ჩაწყობილი მატჩი იყო. მან გააკრიტიკა მატჩის დროს მსაჯის გადაწყვეტილებები და თქვა, რომ FIFA-ს გადაწყვეტილებები სანდო არ არის. ეგვიპტელებს პრეტენზია ჰქონდათ რამდენიმე ეპიზოდზე, მათ შორის არ ჩათვლილ გოლზე, რომელიც 1-0-ზე გაიტანეს. ასევე არგენტინის მესამე გოლამდე მათ საჯარიმოში მომხდარ სიტუაციებზე, სადაც პენალტს ითხოვდნენ. თუმცა მწვრთნელის გარდა საკმაოდ სკანდალური კომენტარი გააკეთა
გააკეთა ეგვიპტის ფეხბურთელმა მუსტაფა ზიკომაც. უსამართლო მსაჯი იყო. მან მთელი ქვეყნის ოცნება გაანადგურა. არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ულოცავ. ეს ტურნირი ჩაწყობილია და მათ მეტი არაფერი სჭირდებათ. საჯი უსამართლო იყო. არგენტინასა და მსაჯს მოგებას ულოცავ. ნამდვილი გამარჯვება კი ჩვენ გვეკუთვნის. განაცხადა ზიკო. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ძალიან მძიმე ბრალდებებია და მათ ფაქტად ვერ მივიღებთ. ემოცია გასაგებია, როცა 78 წუთამდე 2-0-ს იგებ, შემდეგ კი 15 წუთში ყველაფერს კარგავ, მარცხი განსაკუთრებით მტკივნეულია. მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდი თვლის, რომ რამდენიმე საკვანძო ეპიზოდში საჯმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ მეორე მხარეს არის არგენტინა და მესი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ ითვლება ასეთი თამაშების ფეხბურთელად. ასევე როგორც ვრცელდება ინფორმაციები, ეს მესისთვის ბოლო მუნდიალი იქნება. ამაზე კი თავად ლაუტარო მარტინეზმა ისაუბრა. მესი? ის შთამბეჭდავია, ის ჩვენი ლიდერია და ყველაფერს იმსახურებს. ლეოსთვის ეს ბოლო მუნდიალია და ვცდილობთ, რომ ისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რატომ. როცა ის მოედანზეა, ჩვენ ბოლომდე გვჩერა, რომ თამაში შეიძლება შემოვატრიალოთ. მესი არასდროს ნებდება. პენალტის გაცუდების შემდეგაც აგრძელებდა გუნდის წინწაყვანას და სწორედ ასე იქცევიან დიდი ფეხბურთელები. განაცხადა ლაუტარო. ახლა კი მთავარი კითხვა ასეთია. ეს უბრალოდ მარცხით გამოწვეული ემოციური რეაქცია იყო, თუ ეგვიპტელებს მართლაც ჰქონდათ საფუძველი, რომ საჯობით ასეთი უკმაყოფილოები დარჩენილიყვნენ. პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და რობერტო მარტინესის ეპოქას როგორც ჩანს საბოლოოდ დაიხურა. ესპანეთთან მარცხის შემდეგ პორტუგალიაში მთავარი კრიტიკა უკვე არა მხოლოდ შედეგს, არამედ რობერტო მარტინესის გადაწყვეტილებებს ეხება. განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ გონსალო რამოსის იგნორირებაზე. როდესაც მარტინეს ამაზე გკითხეს, მან თქვა, რომ მედიას საკითხს ზედმეტად ზედაპირულად უყურებს. მისი თქმით, კრისტიანო რონალდუ ფიზიკურად 90 წუთისთვის მზად იყო, ტაქტიკას კარგად ერგებოდა და სივრცეებს ქმნიდა. მარტინესმა აღიარა, რომ რამოსი დამატებით დროში შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო, მაგრამ განაცხადა, რომ ამ შეხვედრისთვის განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა. აქ იჩნდება მთავარი კითხვა. თუ გუნდს მოედანზე 41 წლის რონალდუ ყავს, რომელიც 90 წუთს თამაშობს, ხოლო ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც წინა ეტაპზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა, საერთოდ არ ჩნდება, ეს ტაქტიკური არჩევანია თუ ზედმეტი სიფრთხილე. სწორედ იგივე კითხვა ჩნდება რაფაელ ლეაუზეც. მარტინესის განცხადებით გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ არის, რადგან პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან დამარცხდა და მეტოქეს პრობლემებით შეუქმნა. თუმცა პორტუგალიელი გულშემატკივრებისთვის ეს ახსნა საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ეიბოლას ინფორმაციით პორტუგალიის ახალი თავკაცი შესაძლოა ჟორჟე ჟეზუსი გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პორტუგალია ახალ ეტაპზე გადადის. კომენტარებში კი დაწერეთ თუ რას ფიქრობთ, რა იყო წელს პორტუგალიის მთავარი პრობლემა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.